შუა დერეფანის საიმედოობიდან ეფექტიანობამდე ეს ერთ-ერთი პანელი სახელწოდება, რომელიც თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში გაიმართა. აზიის განვითარების ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა სწორედ ამ პანელზე გამოსვლისას თქვა, რომ პოლიტიკური ნება და პოლიტიკური სტაბილურობა არის ათვლის წერტილი, რომ შემდეგ გაღრმავდეს რეგიონული ინტეგრაცია. ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა კი განაცხადა, ტრანზიტი, რომელსაც ყაზახეთში მეორე ნავთობს უწოდებთ, არის მრავალი ქვეყნის მომავალი. თავის მხრივ საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ამბობს, რომ მთავრობას დიდი ვალდებულება აქვს აღებული, რომ განავითაროს სტრატეგიული პროექტები და განაგრძოს შუა დერეფნის გაძლიერება, რაც აკეთებს საქართველოს, რომ საკუთარი როლი, როგორც აზიისა და ევროპის დამაკავშირებლის, სწორად და ეფექტურად გამოიყენოს. ჩვენ შეკითხვას პარლამენტის ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი უპასუხებს. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. თქვენს ლევან მებხვაძის მსგავსად ღებულობთ მონაწილეობას ამ ორი დღის განმავლობაში ამ ძალიან მნიშვნელოვან ფორუმში ქართული ეკონომიკისთვის პირველ რიგში. პირველი მთავარი შტაბ-შტილებები რის თქმაც შეგვიძლია მაყურებლისთვის ძალიან ბევრი პანელი იყო, შუა დერეფნის ნაწილი, ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის ნაწილი, ასევე იყო ენერგეტიკული ნაწილი, საინვესტიციო ნაწილი, რომელზეც ემარის პრეზიდენტი დამფუძნებელი თავად საუბრობდა. და მე პირადად ამ შტაბ-შტილებამ რომ ძალიან ისეთი საკმაოდ კომპლექსურად იყო გაწერილი და რეალურად ინვესტორებისთვის მეტი ხელშესახებობა იყო იმისა, რომ გაეგოთ სად ვართ და რა შეგვიძლია, მაგრამ რამდენად რეალურად განხორციელებადია ეს კითხვაა მთავარი, იმიტომ რომ მე სიტყვებიდან საქმეზე რომ გადავიდე და რეალურად არ დავრჩეთ ის. მთავარი შტაბ-შტილება თქვენი ამ ფორუმის. მოგესალმებით. ბატონო, დიდი მადლობა მოწვევისთვის, მივესალმები ჩვენს მაყურებელს. დავიწყებ იმით, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი ფორუმი იყო და პირველ რიგში მადლობა მინდა მოუხადო ორგანიზატორებს ასეთი მაღალ დონეზე ფორუმის ჩატარების და დავიწყებ იმით, რომ ეს მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც საქართველოს ეძლევა რომ დააპოზიციონოს საკუთარი ეკონომიკის შესაძლებლობები, საკუთარი საინვესტიციო შესაძლებლობები პირველ რიგში. მეორე ეს არის პლატფორმა, სადაც მონაწილეებს აქვს საშუალება თავიანთი ეკონომიკური შესაძლებლობების შეჯერების და საბოლოო ჯამში გრძელვადიანი სტრატეგიის შეჯერების. ამიტომ ამ თვალსაზრისით ფორუმი უაღრესად წარმატებული იყო და მასში 70 ქვეყანაზე მეტი ქვეყნის 2300-ზე მეტი დელეგატი მონაწილეობდა და მთავარი თემა თვითონ ფორუმის დასახელებიდან რომ გამოვიდეთ იყო დაკავშირებულობა. ჩვენ მაყურებელს რო აუხსნათ რას ნიშნავს დაკავშირებულება. დაკავშირებულება საქართველოს შემთხვევაში ნიშნავს ლოგისტიკური სატრანსპორტო კორიდორის, ასე რომ ვთქვათ, შუა კორიდორის როლს ორ ეკონომიკურ გიგანტებს შორის, რომელიც არის ევროკავშირის ეკონომიკური სივრცე და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ეკონომიკური სივრცე. სწორედ ასეთი პოზიციონირება ჰქონდა აღნიშნულ ფორუმს, სადაც საქართველოს როლი გამოიკვეთა როგორც დამაკავშირებელი, მნიშვნელოვანი სატრანსპორტო ლოგისტიკური კორიდორი ერთი მხრივ და მეორე მხრივ საქართველოს პოზიციონირებდა როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სტაბილური რეგიონი, რაც თავის მხრივ იძლევა ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობებს. ეს იყო მთავარი, ასე რომ ვთქვათ, დიდი სურათს რო შევხედოთ რეგიონის წარმოჩინება აღნიშნულ ფორუმზე. თუმცა მათ შორის შუა მივყვეთ თანმიმდევრულად და მათ შორის ერთ-ერთი ნაწილი ეს არის შუა დერეფანი, რომელზეც ჩვენ ძალიან დიდი ამბიციები გვაქვს და ძალიან დიდი მედებსაც ვამყარებთ. რას ვაკეთებთ ამ ნაწილში და რამდენად სწორად ვაკეთებთ? მე არაერთხელ მყოლია ამ ეთერში გადამზიდავ კომპანიების წარმომადგენლები, ძალიან მსხვილი და მათ ვთქვამთ, რომ ჩვენ გარკვეულწილად ცოტა ჩამოვჩებით, ეს ცოტა რბილის ნათქვამია ტემპებში, უფრო მეტი გვინდა, იმიტომ რომ რეალურად ძალიან დიდ ტვირთებზე ალაპარაკი, ძალიან დიდ შესაძლებლობებზე და ჩვენ იმ ტემპებს ისეთი მასშტაბით ფეხს ვერ უწყობთ. სწორედ ამიტომ ვკითხულობთ, რას ვაკეთებთ ამ ნაწილში? ძალიან საინტერესო კითხვა არის და აქ ორი კომპონენტია, ერთი არის შიდა კომპონენტი და მეორე არის გარე კომპონენტი. დავიწყოთ შიდა კომპონენტით. რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი კორიდორი გავხადოთ უფრო კონკურენტუნარიანი, უფრო მიმზიდველი. ამ ნაწილში 4 მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობთ.
პირველი არის რომ როგორც მოგეხსენებათ სრულდება ჩქაროსნული სატრანსპორტო გზის მშენებლობა, რომელიც უაღრესად მნიშვნელოვანი პროექტი იყო და ასე რომ ვთქვათ საქართველოს ეკონომიკის და საქართველოს ისტორიაში ისტორიული პროექტი შეიძლება ვთქვათ. ასევე მიმდინარეობს ანაკლიის პორტის მშენებლობა, ასევე გრძელდება რკინიგზის მოდერნიზაციის პროგრამა და ჩვენ ამაზე ადრეც გვისაუბრია, ასევე შევძელით და გავხსენით პირველი მშრალი პორტი, სადაც მნიშვნელოვანი ინვესტორი იყო აბუ-დაბის პორტების ჯგუფი და საერთო ჯამში ქვეყნის შიგნით რაც ეხება სატრანსპორტო ლოგისტიკური ქსელის შექმნას, ჩვენი სტრატეგია არის რომ შევქმნათ ინტეგრირებული სისტემა. სადაც ეს 4 მიმართულება, საგზაო, სარკინიგზო, სპორტის ინფრასტრუქტურა და აეროპორტი ინტეგრირებულია ერთიან სისტემაში, რაც ჩვენ ქვეყანას აძლევს კონკურენტულ უპირატესობას. ხა კონკურენტულ უპირატესობა რას ნიშნავს? როდესაც დავაინტეგრირებთ ამ სისტემებს ერთმანეთთან, ჩვენ შევძლებთ რეგიონში ბიზნესს გადამზიდველებს საუკეთესო ფასი შევთავაზოთ. დროში ხომ არ დავაგვიანეთ რა, ანუ ამ პროცესის ეხლა დროში დაგვიანებაზე რაც შეეხება, მოდი დიდ სურათს რო შევხედოთ, ხო, რასთან გვაქვს საუბარი და რომელი კორიდორები არის, რომელშიდაც საქართველოს შუა კორიდორი კონკურირებს. ეს არის ჩრდილოეთ კორიდორი, ეს არის შუა კორიდორი და ეს არის სამხრეთ კორიდორი, ხო. ამ შემთხვევაში გადაზიდვების ლოგმის წილი, როგორც მოგეხსენებით, სამხრეთ კორიდორზე მოდის, სადღაც დაახლოებით, აიცი 85%-ის ფარგლებში. ჩვენ საუბარი გვაქვს ეკონომიკურ სივრცეზე, მხოლოდ ჩინეთი და ევროკავშირი რო ავიღოთ, ეგ სადღაც 800 მილიარდი დოლარის კომერციასთან გვაქვს საქმე, რომელიც სწრაფად იზრდება და მსოფლიო ბანკის მონაცემებით უახლეს წლების განმავლობაში 1 ტრილიონს გადააჭარბებს. ხო, ამ შემთხვევაში ეხლა რო ხოჭერს აღმოჩნდა რომ გერმანისთვის ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორი სწორედ ჩინეთია. ეს ბოლო ინფორმაციით გეთახმებით და აქ საქართველოს კორიდორს, შუა კორიდორს დღევანდელი რეალობით ვინ შედის ამ ქვეყნებში არის ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, თურქეთი. რეალური გამტარიარობა აქვს 6 მილიონი ტონა თვირთების. უკვე 20-24 წელს საქართველოს 4.1 მილიონი ტონა თვირთი გაატარა და როდესაც საუბარი ინფრასტრუქტურა სათანადოდ არ ვითარდება, 73%-იანიც დაიყო 20-23 წელთან შედარებით. ესე იგი, რაღაცას სწორად ვაკეთებთ, ხო? და ჩვენი მიზანი არის, რომ უფრო მეტი მოდერნიზება გავუკეთოთ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ქვეყნებში ეფუძნება რკინიგზის მოდერნიზაციას, რომ შევძლოთ უფრო მეტი თვირთების გატარება და როგორც ახლახანს ეკონომიკის მინისტრმა დააანონსა, მინისტრმა ადგილიმ დააანონსა, უბრალოდ 2029 წელს ჩვენ ველოდებით ანაკლიის პორტში პირველი გემის მიღებას. ეს არის შიდა ნაწილი. ეხლა რაც შეეხება ჩვენ რო საუბრობთ 6 მილიონ ტონა თვირთზე, აქ უაღრესად მნიშვნელოვანია გარე ფაქტორები, იმიტომ რომ საქართველოს მარტო მოთამაშე არ არის. უაღრესად მნიშვნელოვანია ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს შექმნას ერთიანი ინტეგრირებული ლოგისტიკური სატრანსპორტო სისტემა. ხოჭერს ამაზე საუბრობდა ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრი ამ ფორუმში. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, იმიტომ ეს და სატარიფო სისტემა. აქ მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი და საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებითაც მუშაობს, რომ ჩვენ მოვახდინოთ ჰარმონიზაცია ყაზახეთთან და ბიუროკრატიული ნაწილი იყო შემცირებული. დროში ბიუროკრატიული პროცესები აჩქარდეს და საერთო ჯამში ერთიანი ლოგისტიკური სისტემის შექმნა, იმიტომ რომ აღსანიშნავია, რომ გადაზიდვებში ჩრდილოეთი კორიდორის გამტარიანობა არის 100 მილიონი ტონა. ჩვენ საუბრობთ საქართველოში გავატარეთ 4.1 მილიონი ტონა, თუმცა ეს ჩვენი ეკონომიკის ლოგისტიკა, ტრანსპორტი 6.5% შეადგენს ჩვენი შიდა პროდუქტის. და მსოფლიო ბანკის მონაცემებით პროგნოზირებული არის, რომ შემდეგი 5 წლის განმავლობაში აღნიშნული კორიდორის გამტარიანობა მოთხოვნა გატარებაზე
სამჯერ მაინც გაიზრდება. და საუბარი გვაქვს რომ 12 მილიონი ტონა უნდა გავატაროთ. სხვა შეხაზ მე რამდენჯერმე ვახსენე უკვე ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრმა თქვა რომ ჩვენ ტრანზიტს ვუყურებთ როგორც იგივე ოქროს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ან იმდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ და საქართველოს ამ შუადერეფნის საშუალებით შეუძლია რომ სწორედ ეს ტრანზიტული ფუნქცია კარგად გამოიყენოს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის გასაძლიერებლად. ეხლა ანაკლი ახსენეთ და 2029 წელს პირველი გემის მიღებაო. აქ საკმაოდ გაწელილია ოპერატორი კომპანიის შერჩევა, ხო? მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოები მიდის და ეს როლი სახელმწიფომ საკუთარ თავზე აიღო, ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ეს რეალობა გვაქვს. იქნება თუ არა ეს ერთგვარი შემაფერხებელი ფაქტორი იმისა, რომ რადგან ჯერ არ ყავს ოპერატორი კომპანია საბოლოო ჯამში, აი ეს პროცესები ხომ არ გაიწელება დროში? მე არ ფიქრობ, რომ გაიწელება, აქ მნიშვნელოვანი არის პირველ რიგში ინფრასტრუქტურის მოწყობა და სამუშაოების გრაფიკის მიხედვით გაგრძელება, თუმცა მნიშვნელოვანი არის, რომ აღნიშნული გეოპოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე და ეკონომიკური მოდელის ცვლილებიდან გამომდინარე, უაღრესად დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიწოდების ჯაჭვებს. და აქ იმ გამომდინარე იქიდან, რომ ერთპოლარული ეკონომიკური სისტემა გარდაქმნის პროცესია და იქნება მულტიპოლარული ეკონომიკური სისტემა, თავარი მოთამაშეები, ისეთები როგორიც არის ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი, ჩინეთი და ასე შემდეგ, მათთვის მნიშვნელოვანი გახდა გადაზიდვის ჯაჭვების და სატრანსპორტო კორიდორების დივერსიფიკაცია. ამას ენიჭება უაღრესად დიდი მნიშვნელობა და ამ შემთხვევაში შუა კორიდორში ხდება სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და ჩვენი პოზიციონირება რეგიონის არის, რომ ეს არის ყველაზე სტაბილური, ერთ-ერთი ყველაზე ნეიტრალური და ასევე კომერციულად და დროში ყველაზე მოკლე. აქ საუბარი გვაქვს ჩვენ აი მაყურებელმა გადაზიდვები შეიძლება პრაქტიკულად 2 კვირამდე შევცილდეს ეს ხანგრძლივობა ჩინეთიდან ევროკავშირებდა. ეს დრო როგორც მოგეხსენებათ კომერციაში და ბიზნესში ასევე ღირებულებადია. და ასევე მნიშვნელოვანია, რადგან კომერციის აჩქარება ნიშნავს ეკონომიკურ ზრდას. და ამ მოცემულობიდან გამომდინარე, რომ მნიშვნელობა ენიჭება კორიდორს, ოპერატორის მოყვანას ააკლის პორტში, ასე რომ ვთქვათ, მე პირველად პრობლემას არ ახვილა, უფრო მნიშვნელოვანია, რომ სამუშაოები გაგრძელდეს გრაფიკით და ოპერატორის დაწუნებულია გვეყოლება ისეთი სანდო და გამოსტილი. კი ბატონო. და რადგან ახსენეთ შუადერეფნის ეს პერსპექტივის ნაწილი, ზანგეზური, რომელიც ბოლო პერიოდში ძალიან გააქტუალურდა ამ თემაზე საუბარი, მას შემდეგ რაც სომხეთ-აზერბაიჯანმა გარკვეულ შეთანხმებას მიაღწიეს და ტრამპი და ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან არის დაინტერესებული ზანგეზურის დერეფნის სრულფასოვანი ამოქმედებით. ალიომა თქვა, რომ 2028 წლის დეკემბრის ბოლოსთვის მე ველოდები, 2028 წლის ბოლოსთვის ველოდები, რომ ეს მარშრუტი სრულფასოვნად დაიწყეს ფუნქციონირებას. იქნება თუ არა კონკურენტი ზანგეზურის დერეფანი შუადერეფნის და შესაბამისად ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტი ნაბიჯი გვაქვს თუ არა გადასაგებელი. დავიწყებ იმით, რომ მე ციფრები ვახსენე უკვე, რომ რამდენის გატარების შესაძლებლობა აქვს ჩვენს დერეფანს დღეს 6 მილიონი ტონას, როგორ არის მოსალოდნელი, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მოთხოვნა 12 მილიონი ტონამდე გაიზარდოს. ამ რიცხვებს დავიმახსოვრებ და რამდენი სოფლიო ბანკის ციფრებია, ჩემი არა. აუცილებლად დავამკვიდრებით. ეს რას ნიშნავს? ამ განზომილებაში ზანგეზურის კორიდორი დამატებითი ძარღვი გახდება შუა კორიდორის, იმიტომ რომ საერთო ჯამში რაც უფრო დიდი რაოდენობის ტვირთებს მოვიზიდავთ, მით უფრო გაიზრდება კორიდორის მიზიდულობის ძალა. ამას მნიშვნელობა აქვს და ეს დამატებით შესაძლებლობებს ქმნის. ასევე მნიშვნელოვანია ჩვენთვის, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ეს სამშვიდობო პროცესი გაგრძელდეს, რადგან სომხეთის გამოიყენებს ამ აღნიშნულ კორიდორს აზერბაიჯანიდან საქართველოს გავლით სომხეთის ტვირთების მისაღებად. ამიტომ ეს რაღაც ნაწილში შეიძლება კონკურენციაც იყოს შიდა, მაგრამ საბოლოო ჯამში პირველი კონკურენცია კარგია, იმიტომ რომ კონკურენცია აიძულებს ხარეებს იფიქროს ახალ იდეებზე, ახალი იდეები ქმნის შესაძლებლობებს და საერთო ჯამში
მის წარმატებულ ქვეყანას. ამიტომ ჩვენ კონკურენციას არ გვეშინია, პირიქით ის გვაძლევს დამატებით мотиваციას, რომ ჩვენი სატრანსპორტო ლოგისტიკური სისტემა უფრო მოდერნიზებული გავხადოთ, უფრო რკინიგზის მოდერნიზაცია დავაჩქაროთ და საბოლოო ჯამში ეხლა რკინიგზის მოდერნიზაციის პროცესი, რადგან მაკონტროლებელი კომიტეტის თავმჯდომარე ბრძანდებით მთელი ამ პროცესის. სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს, გეგმავთ პროცესების დაჩქარებას და გვინდა რომ კორიდორის სარკინიგზო თვითმფრინავი გავზარდოთ. ეს უაღრესად მნიშვნელოვანია და აქ მნიშვნელოვანია ასევე აზერბაიჯანთან პარტნიორობა, რომ ვიცით რომ არის გამოწვევები, მაგრამ საერთო ჯამში ჩვენი მიზანია რომ სისტემის მოდერნიზაცია მოხდეს და საერთო საბოლოო ჯამში ამ მიმართულებით გვინდა ინვესტიციების მოზიდვა, რომ ორხაზოვანი სისტემა შევქმნათ და რაც თვითმფრინავს მნიშვნელოვნად გაზდის, მაგრამ ეს ადვილი მისაღწევია. მე ვფიქრობ, რომ მთავარი ნომერ პირველი გამოწვევა ეს არის სამი ქვეყნის, ყაზახეთის, აზერბაიჯანის და საქართველოსთვის ერთიანი ლოგისტიკური სატრანსპორტო სისტემის, სატრანსპორტო კორიდორის ჰარმონიზება, შექმნა ერთის მხრივ და სატარიფო პოლიტიკის ჰარმონიზება ერთმანეთში. კი ბატონო. და ჩვენი საუბრის ბოლოს ამ ფორუმის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი იყო საინვესტიციო პანელი და ამ პანელზე ცნობილი საუდის არაბეთიდან ცნობილი ბიზნესმენის თბილისში სტუმრობა, მის მიერ დაანონსებული ჯერჯერობით ხოლმე დაანონსებული პროექტის განხორციელებაზე ლაპარაკი. ძალიან დიდი მასშტაბებზეა საუბარი, იმდენად დიდ მასშტაბებზე, რომ რეალურად ვუყურებთ ეჭვის თვალითაც სკეპტიკურადაც, რამდენად განხორციელდება კი გვინდა რომ განხორციელდეს, შეუძლებელი არ გვინდოდეს, მაგრამ მაინც არის კითხვები. რა გაცდა გაქვთ იმ ადამიანს, რომელიც ბიზნესიდან მოხვედით პარლამენტში? მოდით აქედან დავიწყოთ ბიზნესის თვალით შევხედოთ. სწორედ ამიტომ გიკითხე. Eagle Hill, რომელიც არის, ასე რომ ვთქვათ, MR ჯგუფის ნაწილი, აღნიშნული კომპანიის აქტივების ღირებულება არის სადღაც 45 მილიარდი დოლარი. როდესაც ასეთი კომპანიის დაფუძნებელი პირადად სტუმრობს ქვეყანას, საქართველოს და ანონსებს ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის ახორციელების გეგმებს, ეს ნიშნავს, რომ მისი განწყობა ძალიან სერიოზულია. მე პირადად ჩემთვის როგორც არსულში ბიზნესის წარმომადგენელი, უაღრესად თან ყოფილი დეველოპერისთვის უაღრესად საინტერესო იყო მასთან შეხვედრა და ჩვენ მსგავსი კომპანიების შემოსვლა საქართველოში უნდა გვიხაროდეს, რადგან ეს არის პირველ რიგში გამოცდილების გაზიარება. როდესაც ხდები ადამიანს, რომელმაც შეძლო ასეთი კომპანიის შექმნა, ეს შეხვედრა არის გამოცდილების გაზიარება და მოსმენა იმისა, როგორ ხედავს. და ჩემთვის ძალიან დამაჯერებელი იყო ბატონი მუჰამედ ალაბარის პოზიცია საქართველოს მიმართ. პირველი საქართველოში ის სწორად ხედავს ბოლო 4 წლის განმავლობაში ეკონომიკურის და როგორი მაღალი იყო და რამდენად მნიშვნელოვანი იყოს ამ მიმართულებით ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება. ასევე მას ჯერა ქვეყნის მომავალი განვითარების და ის მან აღნიშნა, რომ წლევანდელი 7.9%-იანი ზრდა, რაც ჩვენს ეკონომიკას აქვს აგვისტოს ჩათვლით, ეს მნიშვნელოვანი წარმატებაა ქვეყნისთვის და მსგავსი შეხედულება ნიშნავს, რომ მას დობა გააჩნია ქვეყნის მიმართ. ეს ნომერ პირველი. ნომერ მეორე, სკეპტიკოსებისთვისაც იმასაც ვიტყვი, გაყიდვების ოფისი გაიხსნა ასევე Eagle Hill-ის, ესე იგი, რომელიც ასევე ყოფილ კინოთეატრ რუსთაველის შენობაში, რომელიც ნიშნავს, რომ სერიოზული სააქვთ გეგმები არსებობს და პროექტირებაც მიდის აღნიშნული პროექტი, აღნიშნული დეველოპმენტის. და ზოგადად ეს ჩვენი სექტორისთვის, დეველოპერული სექტორისთვის დიდი წარმატებაა, იმიტომ რომ როდესაც ასეთი გამოცდილი მოთამაშე შემოდის, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოს უძრავი ქონება არის მიმზიდველი გლობალური მოთამაშეებისთვის. მე მაგალითად ვისურვებდი, რომ სხვა სტრატეგიულ სექტორებში, რომელიც არის მაგალითად ენერგეტიკული სექტორი, ლოგისტიკა, ტრანსპორტი, ინოვაციები, ტექნოლოგიები, ხელოვნური ინტელექტი, რა ვიცი, ტურიზმი, მსგავსი დიდი მოთამაშეები ორი ან მეტი. და მაშინ რატომ ვერ შემოყვავს? როგორ არ შემოყვავს? ეს ასე რომ ვთქვათ, პირველი ნაბიჯია და ზოგადად არსებობს ჯაჭვური
რეაქცია, როდესაც ერთი დიდი მოთამაშე შემოდის, იმას ყოველთვის მოყვება 2 და 3 დიდი მოთამაშე და ზოგადად ჩვენთვის ერთი რამეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბოლო 4 წლის განმავლობაში ჩვენ შევძელით სწორად დაგვენახა ის ეკონომიკური შესაძლებლობები, რომელიც გეოპოლიტიკური ცვლილებებისგან გამოშეიქმნა და ის სწორად გამოვიყენეთ და შევძელით ჩვენი ეკონომიკის საშუალოდ 9.5%-ით გაზრდა 4 წლის განმავლობაში რეალური ეკონომიკის, თორსა ნომინალში თუ შევხედავთ, გაორმაგება შევძელით. ეხლა არის შემდეგი ეტაპი ეკონომიკის განვითარების. მაგრამ ეს ზრდა უნდა იყოს ინკლუზიური და შეეხება. არის, მაგრამ მაგას ვამბობ, რომ ეხლა მნიშვნელობა ენიჭება ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან გესაუბრებთ, ეხლა არა ბიზნესის მხრიდან, არის ის, რომ ჩვენ სტრატეგიულ სექტორებში სტრუქტურული განვითარება შევძლოთ და ასევე პროდუქტიულობის გაზრდა შევძლოთ. ამისთვის საჭიროა წამყვანი ეკონომიკურ სექტორებში მოდერნიზაცია და სწორედ ასეთი კომპანიები გვაძლევს ამის საშუალებას. ეს არის ჩვენი ეკონომიკის წინა ხაზი, ასე რომ ვთქვათ, ფრონტი, ასე რომ ვთქვათ და აღნიშნდა ზურგი კიდევ ამის უნდა გახდეს საბაზისო სექტორი, რომელიც არის განათლების სექტორი და ფინანსური სექტორი. ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგება, რომ განათლების სექტორმა ეკონომიკის წინა ხაზს მიაწოდეს ის პროფესიული კადრები, რომელიც სტრატეგიული ეკონომიკური სექტორის განვითარებისთვის ჭირდება. და ეს უაღრესად მნიშვნელოვანი და ნომერ პირველი ამოცანაა, იმიტომ რომ ადამიანური კაპიტალით ჩვენ ძალიან მდიდრები ვართ, მაგრამ უნდა შევძლოთ მისი გამოყენება, ასე რომ ვთქვათ, განათლების სისტემა უნდა შეძლოს ეკონომიკისთვის საჭირო კადრების მომზადება, ეს ერთი და მეორე უაღრესად მნიშვნელოვანი არის, რომ საფინანსო სისტემა ჩვენ ძალიან სტაბილური არის და ძალიან მდგრადია, მაგრამ მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის და შესაძლებლობა იმისა, რომ კაპიტალის ბაზრებზე უფრო მეტი წვდომა გქონდეს. არა მარტო ევროპის ბაზრებზე, ასევე მნიშვნელოვანია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, მნიშვნელოვანია გალფის ქვეყნები, რადგან ისინი კაპიტალის მოზიდვის მნიშვნელოვანი წყარო არის და ეს ორი სექტორი, განათლება და ფინანსური სექტორი, უნდა გახდეს ჩვენი ეკონომიკის წინა ხაზის ზურგი. აი ამის ჯამური მოდელირება მოგცემს საშუალებას, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში მნიშვნელოვან ზრდას მივახციოთ ეკონომიკაში და მივიდეთ იქ, სადაც ჩვენ ყველა გვინდა რომ ვიყოთ, ვიცხოვროთ მაღალშემოსავლიან ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. წარმატებებს გისურვებთ. ჩოთა ბერეკაშვილი იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი.